წარმოიდგინეთ წამალი, რომელიც 93 წლის მოხუცს 13 წლის მოზარდად აქცევს. რა უნდა იყოს ეს წამალი? უბრალოდ მარტივად საკუთარი სახელი. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და წარმოგიდგენთ იტალიელი საბავშვო მწერლის, მანამდე კიდევ მასწავლებლის, ჟურნალისტის ჯანი როდარის წიგნს, ერთ-ერთ გენიალურ წიგნს. იყო და არა იყო რა, ორჯერ იყო ბარონი ლამბერტო. რომელიც როგორც დასაწყისში ვთქვით, გაახალგაზრდავდა, მაგრამ რა მოხდება თუ ეს ახალგაზრდობა და მდიდარი ბატონი არ იქნება ყველასთვის სასურველი ადამიანი, იმიტომ რომ მისი ახალგაზრდა ნათესავი ოტავიო გადაწყვეტს, რომ ბიძის მილიარდები ხელში ჩაიგდოს, ამას ემატება ისიც, რომ კუნძულზე მცხოვრები მოხუცის ფულების წართმევას გადაწყვეტს ბანდიტები. თუმცა ახალგაზრდობის მიზეზი სხვა რამეა, ფილოსოფია ამ წიგნის მთავარი არის ის, რომ როცა ადამიანის სახელს ხშირად იმეორებენ, ის დიდხანს ცოცხლობს. და როგორც თქვით, ბარონი ლამბერტო გაახალგაზრდავდა, ეს წამალი მან მიაგნო ეგვიპტეში ერთ-ერთმა ურჩია ერთ-ერთმა ადამიანმა და ამის მერე იწყებს თავისი დაავადებების დამარცხებას და გაახალგაზრდავებას. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა გაახალგაზრდავების მიზეზი არის ის, რომ დაიქირავებს 6 ადამიანს, რომელსაც სხვენში გამოკეტავს და მიკროფონში იძახიან ლამბერტო გაუჩერებლად. გაახალგაზრდებულ ბარონს თავსატეხები ატყდება თავს, მაგრამ ფინალი ძალიან სასაცილოა. ოტავიო მისი ძმისშვილი, რომელიც ბიძის მილიარდების ხელში ჩაგდებას აპირებდა, ხდება მომვლელი, ფაქტობრივად ძიძა ხდება საკუთარი დაპატარავებული ბიძის. და წიგნის მთავარი ნაწილი კიდევ არის ის, რომ ავტორი ჯანი როდარი ამ წიგნს არ ამთავრებს, უბრალოდ ამთავრებს და თან არ ამთავრებს, რადგან გვთავაზობს, რომ ჩვენ თვითონ დავწეროთ 1, 2 ან თუნდაც 13 თავი, როგორც გვინდა ისე დავამთავროთ წიგნი. და თქვენ შეგიძლიათ, რომ როცა ამ წიგნს წაიკითხავთ, თქვენებური ფინალი შექმნათ და შეგიძლიათ მოკლე ფინალი გამომიგზავნოთ, ან თუნდაც ილუსტრაცია შექმნათ ამ წიგნის, რომელიც საოცარი ილუსტრაციები აქვს წიგნის შიგნით, შეგიძლიათ ყდის დიზაინი შექმნათ, მეც გავაკეთე და მეც გაჩვენეთ, კომენტარებში დაწერეთ და არ დაგავიწყდეთ და გახსოვდეთ არხის გამოწერა გიორგი ლიპარიშვილი. ლიპარასკევობა. შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევობას და კიდევ ერთი ამბავი ჯანი როდარზე, ქართველი საბავშვო მწერალი რევაზ ინანიშვილი 50 წლის წინ დაახლოებით შეხვდა ჯანი როდარს რომში და თურმე თბილი წინდებიც აჩუქა. დიდი მადლობა, სულ ეს იყო რაც მოკლედ მინდოდა მეთქვა ჯანი როდარზე, ჩიპოლინოს თავგადასავლის, ჯელსომინოს სრუთა ქვეყანაში და ტელეფონით მოყოლი ზღაპრები და კიდე ბევრი სხვა საოცარი წიგნების ავტორზე. შევხვდებით შემდეგ ლიპარასკევობაში. აბა, დროებით.